ჩვენი არხის მხარდამჭერები. მეგობრებო, მოგესალმებით პატივისცემით სულ დღეს ვიმყოფებით ბატონ ირაკლისთან სტუმრად ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში თბილისში. ქალაქ თბილისში. ვუდკოკებს კითხულობდნენ ჩვენი მაყურებლები ძალიან ინტენსიურად და პირად მიმოწერებში და მოკლედ თელ ამბავში. ხახნო, ერთ რამეს გთხოვთ, პირადში არ მომწეროთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან გადაიტვირთა ჩემი პირადი, ასე რომ თქვა და ფაქტიურად ვეღარ უზრუნველყოფ ხმარებასაც კი რა, არამც თუ პასუხის გაცემას. ხახნო, თუ ვინმეს რამე კითხვები გექნებათ, YouTube-ის მეშვეობით გქონდეს ურთიერთობა. ანალოგიური სათხმელება ფორმის და აღარ ვიტყვი. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ვუდკოკი. ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის სანატრელი და რატომ არის კიდევ ასეთი პოპულარული ხალხში, მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი გვაქვს ისევ და ისევ ფრანკი, ისევ და ისევ feeling ვუდკოკი, ანუ კონკრეტულად ფრინველზე სანადირო, ანუ მოდელს ქვია feeling ვუდკოკი? feeling ვუდკოკი, კი ბატონო. ანუ შეიგრძენი ტყის კათამი? ხო, რაღაც ეგეთი არის, ხო? ბეკაჩია. ბეკაჩია სწახენ იტალიელი. მარა, ბეკას? ბეკაჩია რავი, ბეკასი რავი. მოკლედ ძალიან ბევრისთვის საყვარელი, როგორ საინტერესო საყვარელი ორლურიანი ბოქფლინტია. გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ლამაზი, მოკლეულები ძალიან უხდება და ინტენსიური სროლების დროს ნაკლებ დაღლასა და ნაკლებ დისკომფორტს იწვევს. სრულფასოვანი ლულების შემთხვევაში როცა ტופი იმისგან განსხვავებით რა. მაქსიმალურად შემსუბუქებული ვარიანტია ხის ტიპჟირით და კონტაქტით და ახერებული ლამაზი და მაღალი კლასის კონტაქტია საუბარი გურზულებით ლამაზი. ლამაზი ზოლებიც აქვს. მე ვხედავ კიდევ ჩემთვის ყველაზე ხო სენსიტიური ადგილი რა არის. ეს გადაბმის ადგილები რა. იმდენად ლამაზად არის გადასული ერთმანეთში, რომ აშკარად შეგრძნებას გიტოვებს, რომ მართლა ძალიან დიდი მონდომებით არის ნაწარმოები ეს იარაღი და როგორი ლამაზი ორნამენტები და როგორი ლამაზი ნახატები აქვს ზედ რა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანური გრავირება მაინც ძალიან ლამაზად და გემოვნებიანად გამოიყურება, იტალიელებს ზოგადად დიზაინი და ეს არეშლება. გემოვნებიანი ხალხი არის. ეს რა მაგარია. ეს როგორც ოპერა, ეს როგორც ფორმები, შეგრძნება ფორმებისა ძალიან მკვეთრად აქვს განვითარებულები და თუ აღარაფერს ოღონდ პიცაზე. არქშია. კი შეჭამდა კაცი ისე. კარგი იტალიური პიცას. ირაკლი. ვუდკოკებს აქვს ერთი პატარა ნაკლი და მოდი მაგაზეც ვთქვათ რა. მოდი აბა ვთქვათ. ვუდკოკებს ზოგადად მე შევამჩნიე აქვს ძალიან მაღალი ხმა. ნაკლია? არა, ნაკლი ვერ იქნება, ნაკლი ფიზიკურად არა. ეს ხმა გამოწვეულია ლულის მოკლე სიგრძისთან გამომდინარე, მაგრამ როგორც წესი ძალიან ბევრი არ აქცევს ხოლმე ყურადღებას ერთ კონკრეტულ რამეს. როცა საუბარი გვაქვს ვუდკოკზე, იქ 30-35 გრამიანი ვაზნებია, ხახო და ვიხმაროთ ხალხო. გადასასწრაფოებს საუბარი და ჟაკანი არა, ხო შეგიძლია ჩასადები? არა რა. ამას ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. ეს არის გათვლილი კონკრეტულად ძაღლით სანადიროდ რო გახვალ კულტურულად წყერზე, ქათამზე რო ინადირო აი ისიამოვნო და თვალში ჩავალაგე 35 და 40 გრამიანი ვაზნები მანქანა ვერ გაისვრის, მაგრამ სულები და გაისვრის, მაგრამ ამას ეს ხმა იქნება რომ ერთი ათეული გასროლის შემდეგ ძალიან დაღლილი იქნებით, ასე მინდა გითხრა და იმ სიამოვნებას მოვაყალდებით რა, ასე და გაიხანგრძლივოთ. მოკლედ, ასეთი მოკლელულიანი თოფებიდან ძალიან კარგია, როცა ხმარობთ 21-დან 30 გრამამდე, 28 გრამი, 28 გრამი იდეალურად ამუშავებს, იდეალურად მოიპოვებს ისეთ მცირე ზომის ფრინველებს, როგორც არის მაგალითად მწყერი, ქათამი, მანევრირებადია იარაღი მოკლეა ტყეში ადვილად მოვახდენთ მის შემოbrunებას და
რეალს ასე ვთქვათ. წონაშიც ძალიან წონა როგორი კარგია. ერთსაც ხედია სწრაფი გასროლის ძალიან სწრაფი გასროლის საშუალებას იძლევა და მინდა გითხრათ ისიც რომ იარაღი აღჭურვილია სელექტორული მცველით. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, Top Premium. უკვე საქართველოშია. Super ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. სელექტორული მცველი. მოდი გავშიფროთ ეს ამბავი რა. უფრო ახლოდან და უფრო დეტალურად. მცველის ღილაკზე მოთავსებულია გზები და კიდე მეორე ღილაკი, რომელიც გასროლის თანამდებობას გასროლის თანამდებობის ცვლის საშუალებას გვაძლევს. გასაგები. ანუ პირველი გასროლა რომელმა გააკეთოს ქვედალულამ თუ ზედალულამ. გასაგები რა. ზევით და მე ვცვლით პირველი, მეორე, აწერეგდით პირველი, მე ორი წერტილი და ერთი წერტილი. გასაგებია. თუ გვაძლევს იმის საშუალებას, მაგალითად, რომ პირდაპირ ვიცოდეთ ზედა ქვედა რომელი არის, აი ესევე რომ დახედავ. როგორც დამწყებმა რო სიტყვას დავხედავ და მივხვდი, რომელია ახლა ზედა? ახლა გაისვრის პირველი გაისვრის ქვედალულა, მე გაისვრის ზედალულა. მე ორი წერტილი ვიწყო, პირველი გაისვრის ზევით მხარე. გასაგებია. ანუ აქეთ ახლა ორი წერტილი გვაუწყებს მაგ ზედალული ინფორმაციას. პირველი გასროლა ხდება ზედალულით, ხო. გასაგები გახდა. ბოლო ორი გადაცემა ჩვენ რაც გავაკეთეთ, ჩვენ შეგნებულად ვიდეოში არ ვახსენეთ ფასები. ეხლა მინდა რომ ჩაგჭრა ამ იარაღის ფასში და უნდა შეგეკითხო. ფასი რა აქვს? 6750 ლარი. აჰა, ჩამჭერი? ისე რატო თქვი ესეთ მონოტონურად? უფრო იაფად ისურვებდი ამ თოფს? ალბათ კი რა, მაგრამ ასე დამახლა, ნუ ხარისხი თავისას შვება, ხო, ხარისხი თავისას შვება. იტალია ბოლო ხელში რომ ცა რა იყო ჩორდანად ჩანს იარაღის შესრულების. ირაკლი. აი, სხვა რაღაცებზე ვისაუბროთ, გინდა? კი. დაკიდების სისტემა ზოგადად საინტერესო იქნება, რატომაც არ იქნება საინტერესო. მაგრამ სანამ მაგასაც შეგეკითხები, კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. ხომ არ იცი, ერგალზე არის თუ არა? ერგალია თუ არა, უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ როგორ უნდა გაიგოს ადამიანი? სუბუქი შენადნობის კალაპოტი რო აქვს, ვიცი. მე რა მინდა, იცი, არ მინდა რომ ჩვენი ასე ვთქვათ მაყურებელი გავაზარმაცო და უბრალოდ აი აქედან მიწოდებული ინფორმაციით კმაყოფილდებოდეს, ხახნო თქვენ თვითონ შეგიძლიათ მობრძანდეთ მაღაზიაში და შეამოწმოთ მაგნიტის მეშვეობით ერგალია თუ არა. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი ერგალია თუ არა? გასალო ერგალზია, ხო? დიახ. პატარა მაგნიტის საშუალებით ხდება შემოწმება კალაპოტის. თუ მიიკრო კალაპოტმა, ესე იგი არის ფოლადი შენადნობი და თუ არ მიიკრო, ესე იგი არის სუბუქი შენადნობი, მაგრამ სუბუქი შენადნობი ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ერგალია. შეიძლება სხვა შენადნობი იყოს, სხვა მარკის შენადნობი იყოს, რომელიც უფრო სახასიათო იქნება ამ კონკრეტული მოდელისთვის და გამძლე და მისაღები. ერგალა ზოგადად მოიხსენება სუბუქი შენადნობები, როგორც არის მაგნისა და მაგალითად ალუმინის ან იგივე დურალის შენადნობები, დამატებული სპეციალური ქიმიური ნაერთებით, რომლებიც ამ შენადნობს სიმკვრივეს აძლევენ და გამძლეობას. ამ შემთხვევაში ახლა ამ შენადნობის მარკის ხარისხს და მარკას ჩვენ არავინ არ გვეტყვის, მაგრამ იდეაში პრინციპში არც გვჭირდება ასეთი დეტალური ინფორმაცია, ისიც კი საკმარისი არის, რომ უბრალოდ ადამიანით, რომელიც ინტერესდება და უფრო ესე სკრუპულოზულად უყვარს ხოლმე ჩაეძიოს იარაღში, მაგნიტი იქონიოს, მოგზავნოს მაღაზიაში და არც უნდა ამ სუბუქი შენადნობს აქვს თავისი პლუსები და აქვს თავისი მინუსები. პლუსებიდან გამოირჩევა ის, რომ არის ძალიან სუბუქი, არ კოროზირდება, ანუ კოროზიისკენ ძალიან მედეგია. ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მყარია იმ დატვირთვებისთვის, სადატვირთვებიც უნდა იარაღმა აიტანოს. დასამუშავებლად საკმაოდ ისეთი დამყოლია, ფოლადივით რთული დასამუშავებელი არ არის და ვიზუალურად ძალიან ესეთი ლამაზად გამოიყურება თუ შესაბამისი ხარისხით არის გამუშავებული რა. აი ახლა კი გადავიდეთ უკვე იმ ნაწილზე, რომელიც შენ წეგან მე შემახსენე. მე ვხედავ აქ გაგრილების სისტემა არის ძალიან ორიგინალურად მოფიქრებული რა. არ შემიძლია ამაზე ხაზი არ გაუსვათ. ნახეთ ჩემო მეგობრებო, როგორ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ორ ლულიანი ტოპი.
ნუ წინ არის მერჩილული მარტულულები, შუა ნაწილი არის ღია. რაც იდეალურად განიავების საშუალებას იძლევა, არა? მის გადახურების შანსი არ არსებობს. ტიპში მოსახსნელი ღილაკია ძალიან ორიგინალურად შესრულებული. უბრალოდ ქვევით ჩამოწოლით და ყოველგვარ ზედმეტი ატვირთების გარშე შეგიძლია ეს მოხსნათ. მტკივნეულად რბილად. და გამოჩნდა მთლიანი კალაპოტი. და დააკვირდეთ შეგიძლია როგორი ხარისხიანი ნამუშევარია. მართლაც იდეალური ნამუშევარი არის და ეგრეთ წოდებული სტრუშკა, რო ეძახიან. ქართულად რა ქვია სტრუშკას? ნაფხვენი. ნაფხვენი. არც კი გვხვდება ფაქტიურად. არც კი გვხვდება ბატონო, იმიტომ რომ იდეალურად არ დამუშავებული. ჩანართი მეტალის უჟანგავი ჩანართი აქვს სანემსეებზე, რაც უზრუნველყოფს სანემსეების ირგვლივ სარკეების დაცვას. დაწვის რამ ალბათ შეგიმჩნევიათ ხოლმე სანემსეების ირგვლივ დამწვარი მეტალის ადგილები ამოჭმულებიც მინახავს ხოლმე რაყოვინები. ეს გაკეთებულია იმისთვის რომ ეს ადგილი დავიცვათ. აქვე არის ნახევარ შარნირები, რომელსაც მოძრაობს სრულად, ნახე როგორი განიერი და დიდი შარნირებია. დიახ. რულის დაკიდების სისტემას რაც შეეხება ეს პირდაპირ ბოს უდვარს ვერ იმეორებს, განსხვავებულია. აი ამ ნახევარ კალებზე ხდება ლულის მოძრაობა. ხო, აი ეგ. დიახ. მხარეზე. ტოპი აღჭურვილი არის ეჟექტორული სისტემით და ეჟექტორის კბილები აი ესეც უყუროთ გვერდიდან, ახლა ჩაკეტილია ორივე. ლულაზეა დატანილი საინფორმაციო ნიშნები, ნომერი, ლულის შევიწროების მაჩვენებელი, ასევე დამღები შემოწმებისა და იარაღის დამზადების წლები, როგორც იტალიელებისთვის არის დამახასიათებელი ციფრებით არის აღნიშნული იარაღის დამზადების წელი და ის კონტროლი, რა კონტროლის გაიარა შესაბამის თუ ჩანს მაიდან არ ვიცი. შესაბამის ინსტანციაში. ლულა შიგნიდან არის ქრომირებული, ისევე როგორც სავაზნე. შეიძლება გავიხედო მეც. კი ბატონო. და დააკვირდი სავაზნიდან ლულაში გადამავალი კონუსი როგორი წაგრძელებული და ასე ვთქვათ ლაკონიური ფორმის აი რბილად გადადის. სულად უთქვენ პლავნად რბილად გადადის ჯობია. რბილად გადადის ჯობია კი. კი, გადასარევი არის. აქვე არის მაჩვენებელი, კალიბრის მაჩვენებელი, დამღა 12-76, ანუ მაშინ მივხვდებით რომ ლულები არის გათვლილი მაგნუმზე, მაგრამ როგორც ახლა აღნიშნე არ არის სავალდებული და რეკომენდირებული რომ მაგნუმის ვაზნები ვისრულოთ ამ ასეთი მოკლე ლულებიდან, უბრალოდ მიზეზის გამო რომ ძალიან დიდი ხმა იქნება და არასასიამოვნო არის რა უბრალოდ, თორე განა ვერ გაისვრის. ხო, გასვლით გაისვრის, მაგრამ არასასურველია. ძალიან მჭიდროდ იკეტება, მორგება დეტალების არის იდეალური, ძალიან ზუსტი მორგებით არის. მოდები გამოირჩევა აი ისე დაждდა ერთმანეთზე რომ ხაერიც არ გაუვა. ძალიან გიმრიელად გაკეთებული ტოფია რა. ერთი სიამოვნება იქნება ამ ტოფით წაღლით წეზე ან ქათამზე ნადირობა. ძალიან მორგებული, მოხდენილი, სუბუქი და გემრიელი ტოფია რა, აი. თითქმის სრულყოფილება თავის წონიდან გამომდინარეც. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ირაკლი, მე როგორც ხვდები ამ იარაღზე, მე ვფიქრობ რომ ალბათ ამით შეიძლება რომ დავასრულოთ საუბარი, მე ვიცი შენი ხასიათი, შენ ამ იარაღზე ილაპარაკებდი ალბათ დღის ბოლომდე, მაგრამ ჩვენი გადაცემის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას ხალხო, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლები, როგორც წესი, ძალიან მალე გვეღლებიან ხოლმე. მოდი დავამატოთ ის რომ იარაღს მოყვება კეისი თავისი დამატებითი. მოყვება რა? ორი შევიწროვებთ, კი, მოყვება. მოიცა 6000 რამდენ ლარში? 750 ლარი. კი, უნდა მოყვებოდეს კეისია რა. ხო. შეიძლება ვიხილოთ როგორია? კეისი? კი, გვაინტერესებს. ბატონ გიორგის ნოთ ხო თემამბავი. ირაკლი, ეს არის კეისი ამისი, ხო? აჰა. და რა მოყვება ამ იარაღს? იმის გარდა რომ კეისია. ლულისა და კონდახის ჩასადები სპეციალური ისეთი. შალითები. ჩუყური შევიწროება ერთი რომელიც არის. შეიძლება ვნახოთ ჩოკი როგორია. კი, შეიძლება ნახოთ. ერთი მოყვება? ხო. ერთი სრული ჩოკი და განსახრალი. ერთი ჩოკი,
1 ქანჩი, რა ნომერი ჩოკი მოყვება? ფული, სრული ჩოკი. სრული ჩოკი. ზედაყენია ცილინდრი და ნახევარჩოკი. კარგი, ну, ამ ეტაპზე სრულდება ეს ვიდეო? ხო, ამ ეტაპზე სრულდება ეს ვიდეო. კაი, რა უნდა ქნას ხალხმა? პირველ რიგში უნდა იმეგობროს მარალთან და ირაკლისთან და მე დაალაიქოს ჩვენი ვიდეოები. რატო უნდა დაალაიქონ? Ну, დაალაიქებენ, მაშინ დისლაიქები გააკეთონ, მაგრამ დაგვისაბუთო უნდა ვაკეთებენ დისლაიქებს. 100%-იანი ხარ. იმიტომ რომ უსაბუთოდ ჩვენ დისლაიქებს არ მივიღებთ. კარგით. არგუმენტის გარეშე. მოგლეთ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით მე და ირაკლი ამ ძვირფასი მაღაზიიდან, რომელიც ნაღდა ძვირფასია, იმიტომ რომ რაც არ უნდა სიცხეში შემოხვიდეთ, აქ გრილა, რაც არ უნდა სიცივეში შემოხვიდეთ, აქ თბილა ხახლა. თან ძალიან საინტერესო მაღაზია. ყველას გელოდებით. ჩვენი არხის მხარდამჭერები